მოგესალმებით დებოდა ძმებო იესო უფალში. დედამიწაზე მაცხოვრებელ ყველა ადამიანს არ აძლევს მოსვენებას, მათთვის გაუგებარი კითხვები, მას შემდეგ რაც ადამიანი გახდა მოაზროვნე არსება, იქედან მოყოლებული, ადამიანს არ ასვენებს, მისთვის გაუგებარი კითხვები, რომლებიც უნებრიედ იბადება ადამიანის თავში. ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ ხილვები, მამას ზეციერისა და იესო ძმის, დიდი მადლით, რომლებსაც თანამიმდევრობით გიზიარებთ, ჩვენს ვიდეო რგოლებში. ბევრი თქვენთაგანი ჩვენი რგოლების მოსმენის შემდეგ გვისვამენ უამრავ შეკითხვებს, რომელ შეკითხვებზეც ჩვენ არ გვინდა გავცეთ ნაადრევი პასუხები, ჩვენი აზროვნებიდან გამომდინარე, რათა ეს პასუხები არ იქნება ჭეშმარიტება, აქედან გამომდინარე ყველა თქვენთაგანს გიწევთ დიდი ლოდინი, მიღოთ პასუხები თქვენს მიერ დასმულ კითხვებზე. პირველი შეკითხვა, რასაც ხშირად გვისვამენ, საიდან გაჩნდა ღმერთი და სად არის მისი დასაწყისი? ამ შეკითხვის პასუხი სულ უბრალოდ გამოიყურება, ადამიანს ვერ წარმოუდგენია, თავისი კილოგრამ-ნახევარი ტვინის მეშვეობით, თუ რას წარმოადგენს მუდმივობა და თუ როგორ უნდა აისახოს ადამიანმა მუდმივობა, ეს ის გაგება, სადაც არ არსებობს დროის ერთეული, ესე იგი იქ არ არსებობს ცვალებადობა, იქ ყველგან და ყველაფერში არსებობს მარადისობა, რა თქმა უნდა ადამიანის ტვინისათვის ეს გაუგებარია, რადგან ტვინი დროებითი ცხოვრების ერთეულია და მას არ შეუძლია შეაღწიოს მარადისობაში, აქედან გამომდინარე, ადამიანისათვის რჩება გაუგებარი მარადისობა და ადამიანში იბადება კითხვა, საიდან გაჩნდა ღმერთი და სად არის მისი დასაწყისი? მარადისობაში არ არსებობს კითხვები, საიდან, როდის, რომელი, სახელი და ასე შემდეგ, იქ არის მარადიული ღმერთი. მეორე შეკითხვა, რასაც ხშირად გვისვამენ, იესო უფალი არის თუ არა ღმერთი? ასეთი შეკითხვები იბადება იმ ადამიანების თავებში, რომელმა ადამიანებმა ვერ შეაღწიეს სული წმინდის საიდუმლეობაში. სანამდე გავცემდეთ პასუხს დასმულ კითხვაზე, მოდით გავერკვიოთ თუ რას ნიშნავს სიტყვა ღმერთი. ღმერთი ნიშნავს სული მარადიული, სულიერი არსება. იესო არის მამას ზეციერის ქმნილება, ღმერთი ერთია და ის არის შემოქმედი, სხვა შემოქმედი არ არსებობს. იესო არის მამას ზეციერის ძე, რომელზესაც მამას ზეციერმა მისცა უფლება და აი ამიტომ იესოს უწოდებენ უფალს, ესე იგი უფლებიანი. იესო უფლებიანი არის მამას ზეციერის ქმნილება, რომელმა ქმნილებამაც შეიგნო და ერწმუნა, რომ შემოქმედი ღმერთი არის მისი მამა შემქმნელი და მან წარმოადგენს მამას ზეციერის ძეს. აი ეს არის ჭეშმარიტება. მესამე შეკითხვა, რომელსაც ხშირად გვეკითხებიან, ღმერთი სჯის და ასამართლებს ადამიანს, თუ არა? თქვენ როგორ ფიქრობთ, კანონების დამწერი ასამართლებს ადამიანს თუ დაწერილი კანონი? რა თქმა უნდა დაწერილი კანონი და არა კანონის დამწერი. ბავშვი იბადება, პატარა ციცქნა არსება, შემდეგ იზრდება და სწავლობს ყოველივეს, რაც მისი ირგვლივ არის. აი გაზრდილი ადამიანი უკვე ნასწავლი, კარგისა და ცუდის. თვითონ თავისი თავისუფალი ნებით ირჩევს ამას თუ იმას, ვის დადანაშავლებს ადამიანი თავის არჩევანში. რა თქმა უნდა ვერავის, რადგან თვითონ აირჩია და ამ არჩევანის და ჩამდენის უშუალო მქნელი არის თვითონ და მან კარგად იცის, თუ რას მიღებს კანონისაგან, ჯილდოს თუ დასჯას, ეს ხომ მისი თავისუფალი არჩევანია. თუ ადამიანი თვითონ ირჩევს, აქ რა შვაშია ღმერთი? ღმერთი არავის არ ასამართლებს და არ სჯის, ღმერთმა დააწესა რჯული და რჯულის კანონები. ყოველი ამ რჯულის და კანონის დამრღვევი ისჯება ამ კანონიდან გამომდინარე. ნუ თუ ადამიანი იტყვის, მე არ ვიცოდი, რომ მე დამსჯიდნენ მოპარვისათვის, მკვლელობისათვის, ბოროტებისათვის და ასე შემდეგ. რომელმა ადამიანმა არ იცის ეს ყოველივე, რა თქმა უნდა ყველა ადამიანმა ეს ყოველივე კარგად იცის. ამ შემთხვევაში ვინ სჯის ადამიანს? თვითონ თავის თავს სჯის ადამიანი და ამ ყოველი საქციელებისათვის ადამიანი მიღებს კანონისაგან განკუთვნილ სასჯელს. სასჯელები სხვადასხვა გვარია, როგორც დანაშავლები. როდესაც შენ ხელში იღებ თოფს და ესვრის სხვა ადამიანს, აქ როგორ შეგიძლია შენს საქციელში დადანაშავლო ღმერთი? ან დათქვა, რატომ არ შემაჩერა ღმერთმა? როდესაც ჩავიფიქრი ასეთი სისაძაგლე, ღმერთი არის ჭეშმარიტება, ის არ ერევა არავის არჩევანში, ადამიანმა თვითონ უნდა აირჩიოს, თავისი თავისუფალი არჩევანიდან გამომდინარე. ღმერთი ჭეშმარიტია და ეს არის სიმართლე,
შენ ადამიანო ადიხარ მე-20 სართულზე და თავის მოკვლის მიზნით გადმოხდები ძირს, ნუ თუ ამაში ღმერთია დამნაშავე. მეოთხე შეკითხვა, რომელიც აინტერესებს უამრავ ადამიანს. იესო უფალი, მოვა თუ არა მეორედ და გაასამართლებს დედამიწას. ვინც ასეთ შეკითხვებს გვისვამს, მათ ვერ იცნობენ იესოს, ნუ თუ არ იცით, იესოს მისია თუ რა იყო, ვინც არ იცის, მათთვის გავიმეორებთ ებრაელი ხალხი, რომლებიც დღე და ღამე სწავლობდნენ ანგელოზების მიერ მოტანილ წერილებს. მათ ვერ იპოვეს ამ წერილებში ჭეშმარიტი გზა, მათაც დუნა ეშმაკმა ჭეშმარიტების გზისაგან და ეშმაკმა გადაქცია ისინი თავის მონებად იმ სისაძაგლეობას, რასაც ებრაელი ხალხი ჩადიოდნენ ღმერთის სახელით. ღმერთმა ეცადა მათი ეშმაკის გზიდანაც დენას და მოუვლინა მათ თავისი ძე იესო, რომელიც უარყეს მოკლეს და დღემდე არ იწამენ. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ იესო თეთრ სამოსელში, მომავალი ღრუბლებზე מחვილით ხელში, რომელიც თავს კვეთავს ყოველივე იმას, რომლებმაც არ იწამეს მისი და სიკვდილით დასაჯეს. თქვენ აღითქვამთ იესო უფალს და მსჯელ ჯალათად, ნუ თუ ვერ გაიგეთ, რომ იესო იყო და არის სიყვარულის მთესველი, ის არის ჭეშმარიტი გზა მამისაკენ, მან მოავლინა მამის სახე მიწასაზე და ის ჭეშმარიტად დგას მამის სასუფეველში, მამის მარჯვნივ. იესო არ გაასამართლებს არავის, ის ყოველნაირად ცდილობს, უფრო და უფრო ბევრი ადამიანი გამოსტაცოს ეშმაკს თავისი მონობიდან. იესო არ მოვა და არ განიკითხავს დედამიწას, ყურადღებით წაიკითხეთ ბიბლია, რა თქმა უნდა ეშმაკმა კარგად დამახინჯა ბიბლის ფურცლები, თავისი დამატებებით და გამოკლებებით, რათა ადამიანი აცდუნოს ჭეშმარიტი გზისაგან, მაგრამ ეშმაკს არ შეუძლია აცდუნოს სული წმინდა. როდესაც კითხულობთ ბიბლიას, ილოცეთ, რათა სული წმინდის დახმარებით წაიკითხოთ. აი მაშინ თქვენს წინ გადაიშლება ჭეშმარიტება და დაინახავთ თუ რა არის ჭეშმარიტად დაწერილი ბიბლიაში. გაფრთხილებთ აზრი და ჭკუა ვერ ჩაწვდება ჭეშმარიტებაში. როდესაც სული წმინდის დახმარებით წაიკითხავთ ბიბლიას, მაშინ დაინახავთ თუ ვინ მოვა, ეს იქნება მამა ზეციერის ძე, რომლის სახეა სული, ის მოვა რისხვით, ეშმაკის ჯოჯოხეთში ჩასაგდებად და ბოროტების ცეცხლში დასაწვავად. უამრავ შეკითხვებს გვისვამენ ადამიანები, ჩვენ ყოველნაირად მზადა ვართ გავცეთ პასუხები ყველა თქვენს შეკითხვებს, მამა ზეციერის დიდი მადლით.